ხელისუფლებას არასწორად ესმის და არასწორად აქვს წარმოდგენილი, რომ ცივი პოლიცია უნდა იყოს ისეთი პოლიცია, რომელსაც შეუძლია მოქალაქეებს ყველაფერი დაამტვრიოს. ამიტომაც აი ამ საპროტესტო აქციების დარბევის დროსაც ჩვენ ნახეთ, რომ ხელისუფლებამ რამდენჯერმე ასე ვთქვათ, წაახალისა ძალოვანი სტრუქტურები, ნახეთ ჩვენ იგივე სპეცნაზის ყოფილი მეთაურის ხარებას, ეგრეთ წოდებული კომენტარი, როცა თქვა, რომ ასე ვთქვათ, ჩაუშვეს ეს ბიჭები, ანუ რაღაც დრომდე მათ ჰქონდათ ხელისუფლების მხრიდან იმუნიტეტი და მერე მოეხსნათ ეს იმუნიტეტი. ანუ როდესაც ჩვეულებრივ პატარა ბავშვებითაა ნებისმიერი ინსტიტუტი, მათ შორის პოლიციაც, როცა ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ, 10ჯერ, 20ჯერ მოქალაქეს ცემენ და ხელს დააფარებ, მე რა თქმა უნდა ეს ინსტიტუტში უკვე როგორც ტრადიცია ისე მკვიდრდება და ერთი რამაც გამოიწვია არის ეს. მეორე რაც არის ძალიან ცუდი თქვენ იცით რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე გაუქმდა საქართველოში ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც ისედაც მკვდრაჩობილი ორგანიზაცია იყო კაცთაძე, რომელსაც ხელმძღვანელობდა. თუმცა ფორმალურად მაინც ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თუ დადაშაულს ჩაიდენდა, ამას იძიებდა დამოუკიდებელი სტრუქტურა. ამ სტრუქტურის გაუქმების შემდგომ შეიქმნა ასეთი ვითარება საქართველოში, რომ თუ პოლიცია მოქალაქეს ცემს, ისე ძალიან ბევრი განცხადება ყოფილა, როდესაც მოქალაქეებს შექონდათ და მე ისე პოლიციელს ეწრებოდა, ვინც ეს მოქალაქე ცემა. ანუ ჩაკეტილი წელი იყო, რეალურად სულ რომ მოიყავათ და აი მოკლული ყაყიტაშვილის საქმეს თქვენ იცით ალბათ პოლიციის განყოფილებაში ადამიანი არავინ ამას არ იძიებდა, სულ ცემაში მოეკლათ და შუაზე გაიხერხათ ადამიანი, ამას არავინ არ იძიებს საქართველოში. ერთადერთი შანსი ადამიანისა რომ ეს საქმე იქნეს გამოძიებული, რომ თუ შემთხვევით ის რა ქვია, მელაძის შაბათში მოხდა ან რომელიმე სხვა ტელეგადაცემაში მოხდა სიუჟეტი. და ეს არის ტრაგიკომიკური ვითარება, როდესაც დღეს მოქალაქეს შეუძლია მელაძის შაბათში უფრო იპოვოს სამართალი და საქმის გამოძიება ითხოვოს, ვიდრე გენერალურ პროკურატურაში, უშიშროების სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და კიდე სხვა მკვდრაჩობილ სტრუქტურებში ერთად აღებული. აღებულია 6 პოლიციელი, ხო, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, ასე ვთქვათ. თუმცა იქ ჩანს ბევრი ადამიანი. თქვენ ხედავთ თუ არა სხვა ადამიანების პასუხისმგებლობასაც და თუნდაც სამხარეო პოლიციის, ქალაქის პოლიციის პირების პასუხისმგებლობას. ახლა აქ მე ვფიქრობ, ერთადერთი შეცდომა რაც დაუშვეს იმ ჟურნალისტებმა, ვინც გადაიღეს, რომ ეს არ უნდა გამოიქვეყნებინათ დაუხოვნებლად. ერთი დღე უნდა გაიჩერებინათ ეს კადრები და ჩვენ ნახავდით იმას, რაც სხვა შემთხვევებში ხდება ხოლმე, მაგალითად ნაძალადევში რომ ბავშვს წამებდნენ, ეგეც ერთი წლის წინ გამოქვეყნდა. ხო ეს კადრები. ყველა გამოლაგდებოდა ეს წულუკიანები და სხვა კიდე მახინჯის სულის და ტვინის ადამიანები, ვინც ყავდა და იტყოდნენ, რომ არა, როგორ გეკადრებათ, ეს ოპოზიციამ მოიგონა, დიპ სტეიტმა მოიგონა, ბრიუსელის ბრალდება, ვაშინგტონის ბრალდება და კბილებით დაიცავდნენ ამ პოლიციელებს. ეს კადრები რო არ ყოფილიყო. უბრალოდ რადგანაც ეს კადრები პირველივე წუთში გამოქვეყნდა და პრინციპში ამ კადრებიდან გაიგო საზოგადოებამ ამ ყველაფრის შესახებ, ამიტომ მოუწიეთ თავიდანვე აღიარებოდა. როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის აი ასეთი მოვლენა, რომ ეს ვიღაცა კონკრეტულმა პოლიციელმა პეტრემან პავლემ კი არ ჩაიდინა, არამედ მთელი სისტემა გოლში უდგას ხოლმე ამოძალადე პოლიციელებს, რა თქმა უნდა, აქ სამხარეო პოლიციის უფროსი არის სულ ყველაზე დაბალი რანგის თანამდებობისპირი, რომელიც უნდა გადადგეს. და საერთოდ მე მგონია რომ ხელისუფლების პირობებში ვინმეს გადადგომას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რამდენჯერაც ვინმე გადადგა, უარესი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად მანიაკი ყავს და შინაგან საქმეთა მინისტრად, ვინც მანამდე იყო, მგონია რომ გომოლაურის დროს ნაკლებად ხდებოდა ასეთი მოვლენები. ამიტომ რო გითხრათ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ხა ვინმე თანამდებობის პირის გადაყენებას რაიმე აზრი აქვს, მხოლოდ ფორმალური და სიმბოლური.